საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უახლესი თაობის რადიოქირურგიული სისტემით იქნება შესაძლებელი. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაათვალიერა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით მისასალმებელია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა თანამედროვე აპარატურის შეძენა. შედეგად პაციენტებს უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრება აღარ მოუწევთ. უახლესი აპარატურით მკურნალობა სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი პარტნიორობის მოდელით დაფინანსებულიყო ისეთი თანამედროვე აპარატურის შეძენა, რომლის შედეგადაც ჩვენს პაციენტებს აღარ მოუწევთ უცხოეთში წასვლა. ანუ ეს არის ისეთი აპარატურა, რომლის შედეგადაც არ ზიანდება უკვე ჯანმრთელი ქსოვილი. ბოლო თაობის აპარატურა, რომელიც ეხლა დამონტაჟდა, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების ნაკადს, რომლებიც საზღვარგარეთ ეძებდნენ მკურნალობას. ასევე აღსანიშნავი არის ის, რომ ამ პროექტების განხორციელება შესაძლებელი გახდა საყოველთაო ჯანდაცვის პროექტით, რადგანაც პაციენტებს გაუჩნდათ იმისი შესაძლებლობა, რომ ასეთი მაღალტექნოლოგიური მკურნალობა მიეღოთ აქ საქართველოში.